ალბათ არავის არ გაუკვირდება თუ ვიტყვი იმას, რომ ფეხბურთის სამშობლო არის ინგლისი და ისტორიულად პირველი ჩანაწერი ფეხბურთთან დაკავშირებით თარიღდება 1303 წლით. დღეს ფეხბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ მოდესღაც ის აკრძალული იყო და აკრძალული იყო ინგლისში. მაშინ სპორტის ეს სახეობა თანამედროვე სულაც არ გავდა. მოთამაშეები ბერავდნენ ღორის ჟარდის ბუშტს და ავსებდნენ მას ბარდით. მოედანზე კი სრული ქაოსი იყო. ნებადართული იყო ხელის და ფეხის კვრაც, დარტყმაც და ერთმანეთისთვის ტრავმების მიყენებაც. მოკლედ, მე-14-დან მე-16 საუკუნის ჩათვლით ფეხბურთი ინგლისში იყო აკრძალული. და მას კრძალავდნენ ისეთი მეფეები, როგორებიც იყვნენ ედუარდ მეორე და გარდა ამისა რიჩარდ მეორე. მიზეზი მარტივი იყო. ტრავმირებული ახალგაზრდები ვერ მიყავდათ ჯარში. ალბათ ხვდებით, რომ იმ პერიოდის ევროპაში ომები და დაპირისპირებები ხშირი იყო. ახალგაზრდა კი, რომელიც ფეხბურთის თამაშისას ფეხს მოიტეხავდა, ჯარში გამოუსადეგარი იყო. მაგრამ საბედნიეროდ 1603 წელს ეს შეზღუდვა მოიხსნა და დღეს ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ აქედან, საქართველოდან, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩატარებულ საკლუბო თუ მსოფლიო ჩემპიონატს თვალი ვადევრად. სალამი ყველას, მე ირაკლი ვარ და დღევანდელ ვიდეოში ალბათ უკვე მეხდებოდით, მათ შორის ვიდეოს სათაურის მიხედვით, უცნაურ კანონებზე მინდა რომ გელაპარაკოთ. ეს ის კანონებია, რომლებიც იმდენად აბსურდულად შეიძლება ჟღერდეს, რომ ზოგიერთ მათგანზე იფიქრებთ რაღაც ისულელეს გვიყვებაო, მაგრამ არა, დამერწმუნეთ, აბსოლუტურად ყველა კანონის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, ისევე როგორც ჩემი ინსტაგრამის ლინკი, ასე რომ დამოფოლოვეთ ინსტაგრამზე, იმისთვის რომ ბევრად უფრო ადრე გაიგოთ, თუ რაზე იქნება მორიგი ვიდეო. მე კი დავიწყებ. ჩემი აზრით, მაშინ, როდესაც საუბრობთ უცნაურ კანონებზე, შეუძლებელია, რომ არ ვახსენოთ ჩრდილოეთ კორეა, რომელშიც ალბათ ჩემი თქმის გარეშეც იცით, რომ Soso Around the World-დან იმოგზაურა და ვულოცავ მას სამშობლოში მშვიდობიანად ჩამოსვლას. ესე არ გვანერვიულობ, რომ არ შეიძლება. ნერვიულობთ აქ ხალხი, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვიდეო დადო, რაც კი ქართულ YouTube სივრცეში მინახავს, რისთვისაც რესპექტი ძალიან დიდი. კაი, მოკლედ დავუბრუნდეთ ჩრდილოეთ კორეას და მის ძალიან უცნაურ კანონებს. ალბათ უადგილო ძილის დროს შეიძლება შენიშვნა მივიღოთ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში ამის გამო თქვენ სიკვდილით შეიძლება დაგსაჯონ. 2015 წელს ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც სამხედრო შეხვედრის დროს ჩაეძინა. ისე, ჩემი აზრით, თუ გაინტერესებთ, სამხედრო შეხვედრის დროს თუ რომელიმე მინისტრს ჩაეძინება, ყველა ვარიანტში, დასახვედი რა თქმა უნდა არა, მაგრამ როგორც მინიმუმ თანამდებობა და პოსტი უნდა დაატოვებინო, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში რა ქნეს იცით? სასჯელი სისრულეში ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე მოიყვანეს და ეგზეკუციას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ბავშვებიც. მიზეზი ის იყო, რომ ყველას ენახა თუ რამდენად დასჯადი შეიძლება იყოს უპატივცემულობა. ხო, მოკლედ ასეთი ამბებია ჩრდილოეთ კორეაში. ის რომ დიქტატორულ სახელმწიფოებში მსგავსი რაღაცეები ხდება, ალბათ არავის გაუკვირდება, მაგრამ ის რომ ჩრდილოეთ კორეას თავისი ინტერნეტი აქვს, ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს. დღეისათვის ჩვენი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია. ინტერნეტით 5 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეელებს აქვთ ინტერნეტი. ბიჭო, მე-7 ვცდილობ აი ამ მონაკვეთის ჩაწერას, კაი, დავტოვებ ასე. ჩრდილოეთ კორეაში აქვთ ინტერნეტი. ამ ინტერნეტში 5000-მდე საიტი არის და მასში შესვლა, ამაზე არ უნდა მეცინებოდეს, მაგრამ მეცინება რა ვქნა. მაპატიეთ ჩრდილო კორეელებო, ვიცი რომ ძალიან დიდ წნეხს განიცდით თქვენი დიქტატორის გამო. კაი, მოკლედ, ამ ინტერნეტში არის 5000-მდე საიტი და აბსოლუტურად ყველა საიტზე შესვლა არის თავიდან ბოლომდე გაკონტროლირებული. და ბუნებრივია ის, რომ ინტერნეტში არ არის არც TikTok-ი და არც YouTube-ი. და შესაბამისად, ჩრდილო კორეელებს არ შეუძლიათ ამ ვიდეოს დალაიქება თქვენგან განსხვავებით, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ იგი სოციალურ ქსელებში. განსხვავებით ჩრდილოეთ კორეისგან, სამხრეთ კორეელებს აქვთ ჩვეულებრივი ინტერნეტი, ზუსტად ისეთივე ინტერნეტი, როგორც მე და თქვენ, მაგრამ სამხრეთ კორეაშიც იყო ერთი ესეთი უცნაური კანონი, რომელიც 2021 წლამდე ფუნქციონირებდა და უგრძალავდა 18 წლამდე ადამიანებს კომპიუტერული თამაშების თამაშს, ოღონდ ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე. მიზეზი ის იყო, რომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებას არ სურდა, რომ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული თაობა გაზრდოდათ. ესეთი ამბებია სამხრეთ კორეაში. ალბათ უმეტესობა თქვენგანი ფიქრობს, რომ ჯადოქრებზე ნადირობა არის შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ნიშან, თვისება და კანონი.
მაგრამ რეალურად მთლად ეგრეც არ არის. 1735 წლიდან ინგლისმა აკრძალა ცრუ ჯადოქრები. ანუ ის ადამიანები, რომლებიც იტყუებიან, რომ მომავლის დანახვა შეუძლიათ, არიან ნათელმხილველები, შეუძლიათ ჯადოების კეთება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ხდება 1735 წლიდან, მაგრამ სადამდე მივყავს საუბარი. ბოლო მსგავსი აკრძალვის გამო ჩატარებული სასამართლო ჩანაწერი 1944 წლით თარიღდება. დასჯილი ქალის სახელი და გვარი კი ჯეინ იორკია, რომელიც მედიუმად ასაღებდა თავს. ანუ წარმოიდგინეთ, გაგანია მეორე მსოფლიო ომია და ინგლისელები ჯადოქრებზე ნადირობენ. ხო, ეს კანონი 1944 წლის შემდეგ გაუქმდა. არ იფიქროთ, რომ უცნაური კანონები მხოლოდ წინა საუკუნისთვის, ანუ შუა საუკუნეებისთვის იყო დამახასიათებელი, იმიტომ რომ თუ თქვენ ცხოვრობთ იტალიის ქალაქ ტურინში და ყავთ ძაღლი, თქვენ ვალდებული ხართ, რომ იგი დღეში 3-ჯერ გაასეირნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაჯარიმდებით 500 ევროთ. ანუ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ძაღლს თუ გასეირნება არ უნდა, ფაქტობრივად გიჩალიჩებთ, რომ 500 ევროთი დაჯარიმდეთ. სანამ სხვა ქვეყნის უცნაურ კანონებზე გადავიდოდე, მანამდე გეტყვით იმას, რომ ვენეციაში თქვენ გეკრძალებათ მტრედის გამოკვება. ხო, რაც არ უნდა უცნაური იყოს, თუ კი თქვენ ვენეციაში ხართ, თქვენ კანონით გეკრძალებათ მტრედის გამოკვება. აკრძალვა ოფიციალურად 2008 წლიდან შევიდა ძალაში და დღემდე მოქმედებს. საქმე ისაა, რომ ფრინველისგან დაბინძურებული მოედნის გაწმენდა წელიწადში დაახლოებით 275,000 евро ჯდება. შესაბამისად, თუ კი თქვენ დაიწყებთ მტრედის გამოკვებას, თქვენ დაჯარიმდებით 700 ევროთი. შეიძლება გაგიკვირდეთ კადრში საღეჭი რეზინის ღეჭვა რა წესიაო, მაგრამ თქვენ რომ სინგაპურში გეცხოვრათ 2004 წლამდე, თქვენ საღეჭი რეზინის დაღეჭვას ვერ შეძლებდით. მისი რეალიზაციისა და იმპორტის შემთხვევაში ჯარიმა $100,000 გახლდათ. სინგაპურის მთავრობა ასე იზღუდა თავს, რომ მოქალაქეებს საღეჭი რეზინის გადაგდებით ან გადაფურთხებით არ დაებინძურებინათ ან ტროტუარები, ან გზები, ან ზოგადად ქალაქი. და რადგან გადაფურთხებაზე მიდგა საქმე, ძალიან უცნაურ საკითხებს ვეხები, შეუძლებელია რომ არ ვახსენო არიზონა შტატი, რომელშიც გადაფურთხების შემთხვევაში, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ აფურთხებთ საჯარო სივრცეში, ანუ პარკში, სკვერში, ტროტუარზე, გზაზე, ან აფურთხებთ საჯარო შენობის, საჯარო სტრუქტურის შენობას უпростоრად, თქვენ დაჯარიმდებით $2,500. ან არა და 6 თვით ჩაждებით ციხეში. ანუ წარმოიდგინეთ, $2,500 ჯარიმა თუ გადაფურთხებაზეა, ან არა და 6 თვიანი ციხე. რამხელა ჯარიმა შეიძლება იყოს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კალიფორნიის ქალაქ ჩიკოში? $500. ანუ იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ აწარმოებთ ან ინახავთ ან იყენებთ ბირთვულ იარაღს, კალიფორნიის ქალაქ ჩიკოში თქვენ დაჯარიმდებით $500. ანუ ერთ-ერთ შტატში თქვენ ჯარიმდებით გადაფურთხებაზე $2,500, მეორე შტატში ბირთვული იარაღის გამოყენების გამო $500. საინტერესოა. ამერიკული კანონების უცნაურობა, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება. 1913 წელს ოჰაიო შტატში ქალებს აეკრძალათ ლატექსის ტანისამოსის ჩაცმა. ჩვეულებრივი ამბავია. ოღონდ მარტო კვირაობით. ანუ კვირა დღეს თუ კი ქალს აცვია ლატექსის ტანსაცმელი, არ აქვს მნიშვნელობა გარეთ არის, სახლში არის, სად არის, მოკლედ ამაზეც ჯარიმაა. სიმართლე რომ გითხრათ, მე რა თქმა უნდა მეეჭვება, რომ რომელიმე პოლიციელი შედიოდეს სახლებში და ამოწმებდეს ვის რა აცვია, მაგრამ კანონმდებლობის დონეზე ეს კანონი მართლა არსებობს 1913 წლიდან დღემდე. ისე მე რო არ თქვათ, რომ რაღაცა აბსურდულ კანონებს ამბობსო, აბსოლუტურად ყველა კანონის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, ასე რომ ჩაიჭყიდეთ, შეამოწმეთ, გადაამოწმეთ, იმიტომ რომ ყველაფერს, რასაც ვიდეოში ისმენთ, ჩემ ვიდეოებზე არ მაქვს საუბარი, აუცილებლად ჭირდება ხოლმე გადამოწმება, აბსოლუტურად ყველანაირ ინფორმაციას. კაი, მოდი ახლა ამერიკა შევეშვათ და ცოტა ხნით ავსტრალიის უცნაურ კანონებზე ვისაუბროთ. ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კანონის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ კვირა დღეს ვარდისფერი შორტებით გარეთ გასვლა აკრძალულია. წარმოდგენა არ მაქვს რატომ, წარმოდგენა არ მაქვს ვის მოაფიქრდა, მაგრამ გადავამოწმე და ნამდვილად ასეა. ავსტრალიაში კვირა დღეს ვარდისფერი შორტებით გასვლა აკრძალულია. თუ ქართველი კაცი როდესმე ისე დაეცემა მეთქი, დაიწყებს ესე შორტებით სიარულს და კაი დაგემართოს მილიონების, მაგრამ თქვენ ბატონო. თუმცა მოდი აქ ჩემს აზრსაც დავაფიქსირებ, იმიტომ რომ
გულწრფელად რომ გითხრათ, მე ეჭვება, რომ ავსტრალიაში ვარდისფერი შორტები თუ გახვალთ, პოლიციელი დაგიწერთ ჯარიმას. აქ ამ ვიდეოში საუბარი უბრალოდ იმაზეა, რომ მსგავსი კანონი არსებობს. რამდენად იცავენ ამ კანონს, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ კანონმდებლობის დონეზე რო რამე, პოლიციელს შეუძლია ამის გამო ჯარიმის დაწერა. რადგან ავსტრალიაზე ვსაუბრობ, აქ აუცილებლად სახსენებელი არის ერთი საკმაოდ უცნაური კანონი, რომელიც დღემდე შემორჩა, თუმცა ამ კანონს გარკვეულწილად ლოგიკური ახსნა მაინც აქვს. ავსტრალიაში თქვენ გეგრძალებათ ერთდროულად, ანუ ერთ დღეს 50 კილოგრამზე მეტი კარტოფილის გაყიდვა. ეს კანონი გამოიყენებოდა სავაჭრო ომის დროს ბრიტანული მეტროპოლიის წინააღმდეგ. ასე რომ, ამ შემთხვევაში ოკეია, მესმის, უბრალოდ კანონს აღარ გადახედეს და შესაბამისად ეს პუნქტი უბრალოდ ამოშლილი არ არის კანონმდებლობიდან. ესაა და ეს. მოკლედ, სულელურ და უცნაურ კანონებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წააწყდებით ხოლმე და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ ვიდეოთი შეიძლება ახალი არაფერი არ ისწავლეთ, მაგრამ ამ ვიდეოთი ხაზი მინდა გაუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს. ხანდახან შეიძლება რომ რაიმე კონკრეტული ქმედება კანონის ფარგლებს ცდებოდეს, ან პირიქით კანონი მოითხოვდეს ამა თუ იმ კონკრეტული ქმედების გაკეთებას. მაგრამ კანონსა და სამართალს შორის ყოველთვის ტოლობის ნიშანი არ უნდა დაიწეროს. თუმცა მიუხედავად ამისა, მე რა თქმა უნდა მოგიწოდებთ რომ იყოთ კანონმორჩილები და დაემორჩილოთ კანონებს. და ხო, ავსტრალიაში თუ წახვალთ კვირა დღეს ვარდისფერი შორტები არ ჩაიცვათ. აბა ჰედ და აბა ჰოთ. Peace.